წინააღმდეგ სახელმწიფოს მასშტაბური პროექტი და ანტინარკოტიკული კამპანია. თითოეულობა და უამინდობა საქართველოს რეგიონებში. პრობლემები გზებზე და ზვავი ხულო ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე. ახალი თანამედროვე საბაგირო ძველ თბილისში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ტურისტებისთვის. საღამოშვიდობისა პირველზე პირველების დრო ეთერშია მოამბე 20 საათზე დღის მნიშვნელოვანი თემების შესახებ მოამბის გუნდთან ერთად გიამბობთ. ირანელ ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარის კვლევაში ახალი დეტალები გაჩნდა. ვინ არის კვლევაში ბრალდებული? ნაიდ ნოუდეილამი, ჩვენ პირველები გეტყვით. 25 დღე იყო რაც მოსული იყო აქ და გაქცეული იყო რა ვაფშე ირანიდან. უსაბუთო ოთახში იყო ძირს სისხლში ცურავდა და ხრიალებდა მკვდარი არა. ევროპარლამენტის რეზოლუცია და დებატები რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საფრანგეთიდან ჩვენ პირველები მოგიყვებით. ძალიან კარგად გავიგეთ რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი, დემოკრატიული. ახლა გადავწყვეტოთ ვაღიარებთ თუ არა რუსეთის პრეზიდენტად პუტინს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ასეთი არჩევნები არ ტარდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ტროპიკამიდი თვალის წვეთები თუ სააფთიაქო ნარკოტიკი, რატომ ითხოვენ ნარკოლოგები მედიკამენტის კონტროლირებად პრეპარატთან ნუსხაში შეტანას? დეტალებს ჩვენ პირველები მოგიყვებით. ძალიან სწრაფად იწევს დამოკიდებულების გაჩენა. პრეპარატის მომხმარებლები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან, იწვევს სამძიმე გართულებებს. სხვა რაპოლიტიკური და არაპოლიტიკური სიახლეებით იყო მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე. ლევან ჯავახიშვილი გვეტყვის. ლევან, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. ეკა შეხვედრები ქნესეთში და მოლაპარაკება ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. დავით ბაქრაძის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ყველაფერი ერთ სივრცეში და გამარტივებული სერვისი. იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი სოფლის სახლები რეგიონებში. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში ახლა გეკლა მიშველაძე და დღის მთავარი სიახლეები. ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოდულის შენობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე საგანგებო ბრიფინგს მართავს, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. გამარჯობა. თურქეთის ქალაქ ორდუში მოხდარი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს დაკეთობების ქურდობის ფაქტთან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დავაკავეთ ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ორი წევრი ვახტანგი რემაძე და მერაბ ლაშქარეიშვილი. ასევე დამატებით ამოღებულია 9 კილოს ოდენობის ოქროს ნივთები. გამოძიებისთვის ცნობილია დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები მათი დაკავების და დარჩენილი ძვირფასეულების ამოღების მიზნით. გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. გვადრობთ ყურადღებისთვის. ეს ხო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბრიფინგი და ჩვენ ამ თემას რამდენიმე წუთში კვლავ დაუბრუნდებით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებით ჩვენებებსაც გაავრცელებს. ახალი დეტალები ირანელ ბიზნესმენთა ფედერაციაში მომხდარ მკვლელობაზე. მაქსმუდ ბედისტანს ბრალდებულმა დანა 6 ჯერ ჩაარტყა, მიზეზი კი ფულთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მოკვლის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, დამნაშავის წინასწარ პატიმრობა სასამართლო დღეს შეუფარდებს. ბიზნესმენის მეგობრები ამბობენ, რომ მკვლელი ასევე ირანის მოქალაქე ნავიდ ნოუდეილამი საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვიდა. ამ დროის ინფორმაციით მან სამშობლოშიც გარკვეული დანაშაულისთვის დატოვა. დეილამს ქართული კანონმდებლობით გაასამართლებენ. ნიკა მოლოდნიაშვილი გიამბობთ. ირანელ ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარის ცხედარი პროჟექტურიდან სახლში დღეს გადაასვენეს. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ მაქსუდ ბედისტანს ნავიდ ნოუდეილამმა დანით 6 ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა. კვლევაში ბრალდებულ საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას დღეს ღამის 12 საათამდე შეუფარდებს. ბიზნესმენის მეგობრები ამბობენ, რომ დეილამს არავინ იცნობდა, რადგან ის ირანიდან საქართველოში 25 დღის წინ ჩამოვიდა. ამ დროის ინფორმაციით ნავიდ ნოუდეილამმა სამშობლოც გარკვეული დანაშაულის გამო დატოვა. 25 დღე იყო რაც მოსული იყო აქ და ისე იყო. ესენი გაქცეული იყო რა ვაფშე ირანიდან. უსაბუთოდ და ყველაფერი ესე გაქცეული იყო თურქეთისკენ. კი, ესე იყო და UNN-ში დაჭებოდა, UNN-ის ხალხი იყო რა. ორი ხალხი. კი. ნავიდ ნოუდეილამი მაქსუდ ბედუსტანთან გუშინ ფულის სასესხებლად მივიდა. მას ირანში $800 ოჯახისთვის უნდა გაეგზავნა. თვითმხილველები დღეს ყვებიან, რომ კონფლიქტი მათ შორის სწორედ ფულის გამო დაიწყო. ირანელ ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარის მდივანი ამბობს, რომ ოფისში დაბრუნებულს მაქსუდ ბედუსტანი დაჭრილ მდგომარეობაში ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდა. მკვლელი მას კიბეზე შეხვდა.
როცა დაბრუნდა, დახვდა ეს ბიჭი კიბესთან ჩამოდიოდა უკვე. შეხვდა ამ გულეს, მაგრამ არ იცოდა ხა ამ გოგონამ რა ხდებოდა და ოთახში რომ შევიდა ნახდა მოკლული, არ იყო მკვდარი იმ დროს. დიდ ოთახში, მისაღებ ოთახში იყო. ძირს სისხლში ცურავდა და ხრიალებდა. ოფისში შედიოდათ ყველაზე ახლო ადამიანები და ყველაზე ახლო პიროვნებები, უცხოა შემოდიოდა და ვარაუდობენ რომ თვითონ ის მკვლელი იყო. მისი ახლობელი იყო მაგის. იძახიან რომ $800 გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ირანელ ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან 2 საათში სოფელ მარტყოფში ეუთოს დევნილთა თავშესაფარში დააკავეს. მოამბის გადამღები ჯგუფი დღეს სოფელ მარტყოფში იმყოფებოდა, თუმცა დეილამის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არც თავშესაფრის თანამშრომლებმა და არც ტოლვილებმა არ გააკეთეს. ნავიდნოუ დეილამი ბოლო 25 დღის განმავლობაში სწორედ ამ ბანაკში ცხოვრობდა. დეილამს ქართული კანონმდებლობით გაასამართლებენ და სასჯელსაც საქართველოში მოიხდის. გარდაცვლილი იყო საქართველოს მოქალაქე, ამიტომ ჩვენთვის ცნობილია და დანაშაულიც მოხდა საქართველოში, ამიტომ დანაშაულის ადგილის მიხედვით მოხდება საქართველოს კანონმდებლობით მიეჯება მასაჟელი და სასჯელსაც მოიხდის საქართველოში. მაქსუდ ბედუსტანმა ირანელ ბიზნესმენთა კავშირი საქართველოში 2001 წელს დააარსა. თბილისში 1996 წლიდან ცხოვრობს. მისი საქმიანობა ძირითადად ირანიდან საქართველოში საკვები პროდუქტების იმპორტს ეხებოდა. მას ქართველი მეუღლეც ჰყავდა, რომელიც 2008 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაქსუდ ძალიან კარგად ვიცნობდი ის ირანელებს საქართველოში ბიზნესის დაწყებაში ეხმარებოდა, რაც შეეხება ნავიდნოუ დაილამს. მისი სახელი პირველად გავიგე. არ ვიცი ასე ჩუდა რატომ მოკლა მაქსუდი. ირანის მოქალაქეს ნავიდნოუ დეილამს ბრალი 119 განზრახკვლელობის მუხლით უკვე წაუყენეს. დანაშაულის სასამართლოზე დამტკიცების შემთხვევაში მას საპრობილეში ყოფნა 15 წელი მოუწევს. ტროპიკამიდი თვალის სადიაგნოსტიკო წვეთები ოფთალმოლოგებისთვის და ნარკოტიკი ნარკომომხმარებლებისთვის მედიკამენტი აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება, ნარკოდამოკიდებულები კი პრეპარატისგან კუსტარულ ნარკოტიკს ამზადებენ. მისი ინტრავენურად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. მხედველობასა და ფსიქიკურ პრობლემებთან ერთად საავადმყოფოებს არაერთმა ადამიანმა მიაკითხა. მედიკოსები ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ და ტროპიკამედის რეცეპტით გასაცემი წამლების ნუსხაში შეყვანას ითხოვენ. ლიკა ხურციძე განავრცობს თემას მოაბის ღია ეთერში. ლიკა, რას პასუხობენ მედიკოსები აი ამ მოთხოვნას? რაც შეეხება ნარკოლოგებს, ეკა ნარკოლოგები აპირებენ რომ უახლოეს მომავალში სამედიცინო რეგულირების სააგენტოს პეტიციით მიმართონ, რადგან ტროპიკამიდი გადაიყვანონ განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებულ პრეპარატთან ნუსხაში. თავად მედიკამენტი არ არის საშიში, ის საშიშია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ინტრავენურად მოიხმარენ. რაც შეეხება კანონმდებლობას, დღეს პარლამენტში აცხადებდნენ, რომ ეგრეთ წოდებულ სააფთიაქო ნარკოტიკების პრობლემას იცნობენ და კანონმდებლობა ამ მიმართულებით მკაცრდება. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შესაძლოა მედიკამენტ ტროპიკამიდზე კონტროლი გაამკაცროს და თვალის წვეთები რეცეპტით გასაცემი პრეპარატების ნუსხაში შეიტანოს. საგანგაშო ინფორმაცია მარეგულირებელს ნარკოლოგებმა მიაწოდეს. თვალის დიაგნოსტიკისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომელიც აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება, ნარკომომხმარებლები ინტრავენურად იყენებენ. განხილული იქნება და შეიძლება დაისვას საკითხი ამ პრეპარატის რეცეპტ ნომერ 2 რეცეპტზე გადასვლაზე. ნარკოლოგები ამბობენ, რომ ნარკოტიკის დამზადების კუსტარული წესი საქართველოში რუსეთიდან გავრცელდა. რუსეთში სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ტროპიკამიდსა და მის ანალოგზე ატროფინზე რეცეპტიც კი მკაცრად კონტროლდება. თვალის წვეთების ინტრავენური მოხმარება მოკლე პერიოდში სიბრმავეს და ფსიქოზს იწვევს. ნარკოლოგიურ კლინიკებს თბილისში უკვე 10-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა. ძალიან სწრაფად იწვევს დამოკიდებულების გაჩენას. ჩვენ ყავდა პაციენტი ერთი პერიფერიდან, ერთი კი ყავდა თბილისის ერთ-ერთი რაიონიდან, რომლებსაც ჰქონდა ძალიან ძლიერი დამოკიდებულება აი ამ პრეპარატს. აი ამ პრეპარატის მომხმარებლები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან, იწვევს ძალიან მძიმე გართულებებს, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, ასევე შინაგანი ორგანოების მხრივ, იწვევს მხედველობის მკვეთ გაუარესებას, ამიტომ რასაკვირველია ორი აზრი არ არსებობს, რომ აღნიშნული პრეპარატი უნდა გაიცემოდეს შესაბამისი რეცეპტის მეშვეობით. ტროპიკამიდი საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე ამ დრომდე ურეცეპტოდ იყიდება. მას ფართოდ მოიხმარენ ყველა ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. ოკულისტების განცხადებით, ტროპიკამიდი ისევე როგორც ატროფინი მათ საქმიანობაში შეუცვლელი პრეპარატია. თუმცა ის, რაც ოფთალმოლოგებისთვის მხოლოდ დიაგნოსტიკის საშუალებაა, ნარკოლოგებისთვის განგაშის საბაბია. ჩვენ ძირითადად მას ვიყენებთ ადგილზე კლინიკაში, ძირითადად დიაგნოსტიკის მიზნით. თუმცა ცალკეულ შემთხვევაში სამკურნალო დანიშნულებაც აქვს ამ პრეპარატს.
პრეპარატს. და ძალიან იშვიათად შეიძლება რომ ეს პრეპარატი დავნიშნოთ პაციენტებს იმისათვის რომ სახლში ჩაიწვეთონ. შესაძლებელია რომ საუკეთესო გამოსავალი იყოს ამ ეტაპზე ის რომ ეს ნივთიერება გაიყიდოს რეცეპტის საშუალებით და არ იყოს ეს თავისუფალ გაყიდვაში ყველა აფთიაქში. თვალისწვეთების ინტრავენური მოხმარებით არაოფიციალური ინფორმაციით უკვე 2 ადამიანი დაიღუპა. ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკოტიკების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებაზე უკვე მუშაობა პარლამენტშიც დაიწყო. ჩვენ ვიღებთ სწორედ ისეთ კანონმდებლობას და ხო ახლოს პერიოდში გვექნება, რომელიც საშუალებას მოგცეს ყველა ასეთ შემთხვევაში ძალიან სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ და ნებისმიერი პრეპარატი მოვაქციოთ კონტროლის აი ამ სქემაში. კანონმდებლობის მიღებამდე კი ნარკოლოგები ჯანდაცვის სამინისტროსთვის პეტიციით მიმართვას აპირებენ. მედიკოსები ტროპიკამიდის რეცეპტით გასაცემი პრეპარატების სიაში შეყვანას მოითხოვენ. ტროპიკამიდის გარდა მის ანალოგებზე ატროფინსა და მიდაგზეც შეიტანენ მოთხოვნა სამედიცინო რეგულირების სააგენტოში, რათა ეს სამივე პრეპარატი გადავიდეს პრეპარატთა ნუსხაში, რომლებზეც განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული. დიდი მადლობა ლიკა ხურციძე საუბრობდა მოამბის ღია ეთერში. სხვადასხვა მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენების მიუხედავად საქართველოში ნარკოდანაშაული მკვეთრად შემცირებულია. ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელშიც ქვეყნის ყველა უწყებაა ჩართული. რამდენიმე კვირაა საქართველოში ანტინარკოტიკული კამპანია მიმდინარეობს. ცხოვრების ჯანსაღი წესი და რა ზიანი მოაქვს ნარკოდამოკიდებულებას. ამ თემაზე ლოგოსა და დევის სკოლის მოსწავლეებით შექმნიან. კონკურსი უკვე გამოცხადებულია. რატი ხვისტანის რეპორტაჟი. ლოგოსთვის გამოვიყენებ შავ და წითელ ფერებს, რომ აგრესია გაუღვიძო ახალგაზრდებს ნარკოტიკის მიმართ. მე-12 კლასელმა სალომე რურუამ ზუსტად იცის, რა ფერის უნდა იყოს ლოგო, რომლითაც ანტინარკოტიკული კამპანია უფრო ეფექტური იქნება. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას დღეიდან სკოლის მოსწავლეებიც იწყებენ. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის დევის და ლოგოს უფროს კლასელები შექმნიან. ჩემთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი პროგრესი განათლების სამინისტროში და ასევე ჩვენი თანატოლებისათვის, რომ უარი განუცხადოთ ნარკოტიკებს. კონკურსის მიზანი და პირობები სკოლის მოსწავლეებს დღეს განათლების სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებმა პირადად გააცნეს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. ამისთვის მათ დევიზი და ლოგო განათლების ან იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე 25 მარტამდე უნდა გადაგზავნონ. სასკოლო ასაკიდანვე ამ ბავშვებისთვის აი ამ ყველაფრის სახსნა და მოყოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტატისტიკა სხვადასხვა იუწყება იმას, რომ მკვეთრად არის შემცირებული როგორც უფროს ასაკის მომხმარებლებში, ასევე სკოლის ასაკის ბავშვებში მსგავსი პრობლემა პრაქტიკულად აღმოფხვრილი არის. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩვენ გადავწყვიტეთ ვსტუმრებოდით 175 სკოლას, ვინაიდან ჩვენ გვინდა გავასწნოთ ჩვენ პატარა მეგობრებს, მოზარდებს, მომავალ პროფესიონალებს იმ ცვლილებების შესახებ, რაც გვაქვს რეალურად ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანტინარკოტიკულ კამპანიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ერთმანეთს დღეს მეცნიერებმა და ექსპერტებმაც გაუზიარეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით საქართველოში პროგრესი აშკარაა, თუმცა ამბობენ, რომ პრობლემური საკითხები ჯერ კიდევ არსებობს. პირველ რიგში ლაპარაკი არის ნარკოდანაშაულის განახევრებაზე. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენი წლამდე ასაკის მოზარდები პრაქტიკულად არ გვხვდება ნარკომოხმარებლებში, რომლებთან გამოკვლევაც ხდება პოლიციაში და ეს უდიდესი გამარჯვება. მაგრამ არის თელიკი პრობლემები, რომლის გადასაწყვეტი არის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში უამრავი პროექტის განხორციელება იგეგმება. კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სპორტსმენებიც ჩაერთნენ. მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში სპორტსმენები აქტიურად ჩავერთვებით, რადგან მიგვაჩნია, რომ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი დიდ როლს შეასრულებს ამ სცენის დამარცხებაში. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურადაა ჩართული. უკვე დაწყებულია სარეაბილიტაციო ცენტრის დაპროექტებაზე მუშაობა, რაც ნარკომომხმარებლებს ახალი სიცოცხლის დაწყების შანსს მისცემს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ კამპანიის შედეგად ნარკოდამოკიდებულების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება და მათი ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება.
გაზაფხულის დადგომის მიუხედავად საქართველოს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ რაიონების დიდ ნაწილში კვლავ დიდ თოვლობა და უამინდობაა. აჭარის, ადიგენისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი მეტრსაც კი აჭარბებს. გართულებულია გადაადგილება სოფლებთან მისასვლელ გზებზე. ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მატებამ კი ხულო ახალციხის ცენტრალური გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლება განაპირობა. სინოპტიკოსების პროგნოზით არამდგრადი ამინდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. 2 მეტრს აღწევს თოვლის საფარი აჭარის მაღალმთიანეთში. რეგიონში ტემპერატურა მიმატა, თოვლის დნობამ კი ზვავის ჩამოწოლა გამოიწვია ხულო ახალციხის ცენტრალური გზის სოფელ ბოძაურის მონაკვეთზე. ზვავს ნგრევა არ მოყოლია, მაგრამ დანისპარაულისა და რიყეთის მოსახლეობა ამ დრომდე რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდება. გართულებულია სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. საგზაო სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ფიქრობთ, რომ 2-3 დღის განმავლობაში მთლიანად გაიწმინდება როგორც შიდა ცენტრალური სარაიონო, ასევე სასოფლო გზებიც და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მეცხოველეობის საკვების გადატანისა და სხვა საჭირო საგნებისა და ნივთების შეტანისათვის სოფლებში. 1 მეტრს აჭარბებს თოვლის საფარი ტყიბულის, ბაღდათისა და ჭიათურის მაღალმთიან სოფლებში. ნალექი ნამქერი და ნისლი კვლავ აფერხებს მოძრაობას ზესტაფონი ჭიათურის დამაკავშირებელ გზაზე. იქ გადაადგილებას მხოლოდ ორხიდიანი მანქანები ახერხებენ. თოვლის სახით მოსვლა ნალექმა გამოიწვია ასე ვთქვათ ზესტაფონის ჭიათურის გზაზე საცობების გამოწვევა, რაც 11-ში უკვე გაწმენდილი იყო დღის მეორე ნახევარში და დღესაც გზა იწმინდება. მანქანები გადაადგილდებიან, მაღალი გამოვლობის მანქანები მხოლოდ და მხოლოდ. უკვე ერთი კვირაა გადაუღებლად თოვს ადიგენის რაიონშიც, რაც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი მეტრს, ზოგან კი 2 მეტრს აღწევს. რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზების სპეციალური ტექნიკით ინტენსიურად იწმინდება, თუმცა სამუშაოებს თოვა და ნამქერი ართულებს. მე კაიხნის კაცი ვარ და ასეთი ხანგრძლივი ზამთარი კაიხანი არ მინახავს. წელს ძალიან დიდი მოგვითოვა და შევეგვიებით მე მგონი ამ დიდ ზამთარს. მოსახლეობა მომარაგებულია საკვები, ხმის პრობლემა არ არის. აგრეთვე შესაძლოა დაკავშირებით არაერთი პრობლემა არის. სინოპტიკოსები როგორც ქვეყნის დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ნაწილში თოვასა და წვიმას კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. ნალექია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. გური აჭარის მაღალმთიანეთში ზვავს საშიშროება იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეისთვის დასავლეთ საქართველოში +10 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თველოდებით წვიმას, მაღალმთაში თოვს და ქარბუქს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს წვიმა +10 გრადუსი. სინოპტიკოსების პროგნოზით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 19 მარტიდან გამოიდარებს. ეს იყო მოამბის მთავარი თემების მხოლოდ პირველი ნაწილი. გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში. ლევან ჯავახიშვილი ვრცლად ამ და სხვა თემებზე. ეგ ამ თემაზე ევროპარლამენტში დებატები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ევროპელი დეპუტატების შეფასებით 4 მარტის არჩევნები არადემოკრატიული და არასამართლიანი იყო. დასავლელი პოლიტიკოსები ხმამაღლა ამბობენ, რომ პუტინ-მედვედევის სტანდემმა საკუთარ ხალხს ხმები მოპარა. ევროპის საკანონმდებლო ორგანოში პუტინის რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევაში, პოლიტიკურ რეპრესიებში და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაშიც ადანაშაულებენ. პოლიტიკოსების უმეტესობა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის ლეგიტიმაციას ეჭქვეშ აყენებენ. დღევანდელი დებატები სტრასბურგში კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ კიდევ ერთი მკაცრი რეზოლუციის მიღებით დასრულდება. კეთევან ქარდავა საუბრობს სტრასბურგიდან მოამბის ეთერში. უკვე თითქმის საათნახევარია, რაც მიმდინარეობს ევროპარლამენტში დებატები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და გამომსვლელები თითქმის ერთხმად ამბობენ, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა მარტში, რუსეთში არ იყო სამართლიანი და თავისუფალი და არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტების მინიმუმიც კი. მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც თავად დეპუტატები ამბობენ, მათ წინაშე უფრო სერიოზული ამოცანა დგას, თუ როგორ უნდა გააგრძელონ ურთიერთობა მათ სტრატეგიულ პარტნიორთან რუსეთთან. დიალოგის გზით იმისათვის რომ რუსეთი გახდეს დემოკრატიული თუ აირჩიონ სხვა მეთოდები პუტინთან სასაუბროდ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა მოხდა რუსეთში. ჩვენი პარტიის წევრები იმყოფებოდნენ მოსკოვში და თავად ნახეს ყველაფერი. მოსკოვის ქუჩებში გამოყვანილი უპრეცედენტო რაოდენობის სამხედროები. თუ კი პუტინს მართლაც მაღალი რეიტინგი აქვს, რაში სჭირდება სამხედროების მობილიზება? მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან კარგად გავიგეთ, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი, დემოკრატიული. ახლა გადავწყვეტოთ, ვაღიარებთ თუ არა რუსეთის პრეზიდენტად პუტინს. ვამბობთ, რომ ის არის ლეგიტიმური, ვამბობთ, რომ მასთან როგორც პარტნიორთან შეძლებთ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას და მსჯელობას? რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს ვერ დავარქვევთ სამართლიანს, ვერც დემოკრატიულს, ვერც თავისუფალს. ეს აშკარაა. რუსეთში დეკემბრის შემდეგ გატარდა რეფორმები, მაგრამ სამწუხაროდ რეფორმები არ იყო საკმარისი პროცესის გამჭვირვალეობისთვის და სამართლიანი კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ძირითადი პრობლემები, რომელსაც მე ვხედავ, ეს იყო რეგისტრაციის საკითხი.
ცალკე პრობლემას წარმოადგენდა მედია, სასახად კრიტიკულები უნდა ვიყოთ ამ საკითხების მიმართ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აპელირება არ უნდა მოვახდინოთ მხოლოდ წარსულზე, ვიფიქროთ მომავალზეც. წარმოუდგენელია, რომ ამ არჩევნებს არჩევნები ვუწოდოთ. პუტინს ახალი პრეზიდენტი და ვისაუბროთ რეფორმებზე. ჩვენ ვგუმობთ იმას, რაც ხდება რუსეთში. იმ არჩევნებზეც, რაზეც დასკვნა დაიდო დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ასეთი არჩევნები არ ტარდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დებატები ევროპარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება. ევროპელი კანონმდებლები რეზოლუციას კენჭს უკვე ხვალ დილით უყრიან. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ მაისის ბოლოს გაიმართება ევროკავშირი რუსეთის სამიტი. დიდი მადლობა ქეთი, საფრანგეთიდან მომავალის ეთერში ქეთევან ქარდავა საუბრობდა. სერგეი ლავროვი საქართველოს ახალ წინაპირობას უყენებს სამხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმის საპასუხოდ კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით არც შეურაცხყოფელი და აგრესიული ტონი დაივიწყა. ლავროვი დღეს ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობასაც შეეხო. მოსკოვის შიდა პრობლემების გადასაფარად ამერიკას მტრის ხატად იყენებს და ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობას აპროტესტებს. ქართველი პოლიტიკოსებისთვის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მუქარის ტონი მიუღებელია. თბილისში ამბობენ, რომ დიალოგი მოსკოვსა და თბილისის შორის ამ ეტაპზე მხოლოდ დეოკუპაციაზეა შესაძლებელი. დემაგოგია რუსულად, ელისო ჯარიაშვილის რეპორტაჟში. ტრადიციული დემაგოგია, ტრადიციული არადიპლომატიური განცხადებები და ტრადიციული ხისტი რუსული პოლიტიკა, რომელიც ლიდერების პიროვნული შეურაცხყოფის ფორმებს იღებს. პუტინისა და მედვედევის ტანდემის შემდეგ არადიპლომატიური პოლიტიკის სტილს დღეს რუსეთის პირველი დიპლომატი იცავდა. რა უნდა ლავროვს და შესაბამისად რუსეთს სათათბიროს ტრიბუნიდან დადასტურდა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება და ქართულ-რუსული დიალოგის აღდგენა. ეს იმ ფონზე, როცა კრემლი ცდილობს საქართველოს ტერიტორიების რუსული ოკუპაცია ისევ ფარსით შეფუთოს. Президент Саакашвили როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე ამიერიდან საქართველოს შესვლას ვიზების გარეშე შეძლებს, მას დაავიწყდა, რომ საქართველოში მოქმედებს ეგრეთ წოდებული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმადაც ნებისმიერი პირი, რომელიც სააკაშვილის მიერ დაწყებული ომის შემდეგ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა, საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება. ამიტომ ჩვენ ამის საპასუხოდ ვთქვით, სადვართ ურთიერთშემხვდ საფუძველზე შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი, მაგრამ ჯერ ეს კანონი გააუქმა. საკითხი ასე არ დგას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელთა რაოდენობა როგორღაც მოახდენს გავლენას საქართველოს პრეზიდენტის ნაღრძობ ტვინზე და შეაკავებს მას ახალი ავანტიურისაგან. მან დაიწყო ომი და თავს დაესხა რუს მშვიდობის ყოფილებს, რომლებიც საქართველოს მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმების დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამანაც ვერ შეაკავა ის, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გაუწონესწორებელია. იური პავლოვიჩ არადიპლომატიური იყო რუსეთის პირველი დიპლომატის პოზიცია ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის შეფასებისასაც. ლავროვი გაღიზიანებას ვეღარ მალავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აგრესიული და ხისტი ტონი საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია. რუსეთი საკუთარ გეგმებს საქართველოში ვერც პიროვნული შეურაცხყოფების შემდეგ განახორციელებს. გრიგოლ ვაშაძის თქმით, რუსულ-ქართული დიალოგი დეოკუპაციის პროცესის დაწყებამდე ვერ შედგება. რუსეთის ფედერაციას რო უნდოდეს ნორმალური ნაბიჯის გადმოდგმა ჩვენ მიმართულებით, ამას არაფერი არ შეუშლიდა ხელს. უბრალოდ არავითარი სურვილი არ აქვს საქართველოსთან კონტაქტების გაღრმავების. სრულიად დაუშვებელი ტონით თავის თავს უფლებას აძლევენ რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი თანამდებობის პირი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც მით უმეტეს არ შეეფერება ამისთან ტონით საუბარი, საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს. ეს სისუსტის ნიშანი არის და იმის ნიშანი არის, რომ თემატურად საგანზე ჩვენ პრობლემებზე რუსეთის ფედერაცია ვერ გვედავება. და როდესაც კამათში მონაწილე სუსტი ოპონენტია, რომელიმე მხარე, როგორც წესი ის გადადის პიროვნებებს. ეს მინდოდა მეთქვა, საქართველოს არც ერთ თანამდებობის პირს არასოდეს თავისთვის არ მიუცია იმის უფლება, რომ ამისთან ტონალობით ელაპარაკა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებზე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ მწვავედ მათ პოლიტიკას. არასოდეს არ გადავდივართ პიროვნებებს. თბილისში ამბობენ, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსეთის მოსახლეობის უსაფრთხოებასთან საერთოდ არ არის კავშირში. კანონის გაუქმება კი მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ მოხდება. საქართველოს ცალმხრივად სავიზო რეჟიმი გააუქმა და სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციის მხრიდან არანაირ კავშირში არ არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვინმეს გადაადგილებასთან, რაც შეეხება იმას, რომ ეს ვინმეს დისკომფორტს უქმნის და საკუთარ მოქალაქეებზე თუ ზრუნავს, ასეთ შემთხვევაში პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ლავროვს ან არ წაუკითხია ეს კანონი, ან თუ წაუკითხია, აშკარად ღია დემაგოგიას ეწევა, იმიტომ რომ ეს ამ კანონს არაფერი საერთო რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებასთან ან მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასთან არ აქვს.
დეპუტატები ფიქრობენ, რომ კრემლის მხრიდან ახალი პირობების დასახელება მხოლოდ დემაგოგიაა. სინამდვილეში დღეს ლავროვმა დაადასტურა, რომ სავიზო რეჟიმის აღდგენა რუსეთის ინტერესებში არ შედის. პროპაგანდა, რომელიც რუსეთში მიდიოდა დიდი ხნის განმავლობაში, თქო საქართველოს აგრესიის წყარო, ბუნებრივია ის პროპაგანდა იშლება და ამიტომაც არ სურს რუსეთს, რომ ეს ინტენსიური ურთიერთობა საქართველოს მოქალაქეებს და რუსეთის მოქალაქეებს შორის გახორციელდეს. მეორე კიდევ ერთხელ დაიმსხვრა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, არჩეულ პრეზიდენტს, თქოს, იგი არის საქართველოს ხალხის მეგობარი და არა ხელისუფლების. საქართველოს ხელისუფლებამ მიცა შანსი რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქმე დაემტკიცებინა ის, რაზეც ისინი მუდმივად საუბრობენ, რომ აი ჩვენ პრობლემა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, არ გვაქვს პრობლემა ქართულ ხალხთან. თუ არ გვაქვს პრობლემა ქართულ ხალხთან, გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი. როგორც გავაკეთეთ ჩვენ ძალამხრივად. რა თქმა უნდა, ამის საპასუხო წამოვიდა წინა პირობები, მაგალითად ოკუპაციის კანონის გაუქმება. ოკუპაციის კანონის გაუქმება შესაძლებელია, მას შემდეგ რაც დასრულდება ოკუპაცია და გავა საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. ქართველი ხალხის სიყვარულითა და ურთიერთობების აღდგენით კრემლი ბოლო დროს ხშირად აპელირებს. თუმცა რამდენად განსაკუთრებული იყო დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ბოლო 12 წელი ადასტურებს. თბილისში ახსოვთ, რომ ენერგეტიკული ბლოკადა, ეკონომიკური ემბარგო, საქართველოს მოქალაქეების ცინიკური დეპორტაცია და 2008 წელს განხორციელებული ოკუპაცია სწორედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული. ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია პალესტინელ ისლამისტებსა და ისრაელის ხელისუფლებას შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად კონფლიქტის ზონაში სარაკეტო იერიშები არ წყდება. ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში შეტევა განახორციელეს და დაჯგუფება ჰამასის 2 მიზნე გაანადგურეს. ზავის დადების შემდეგ პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიების დაბომბვა განაახლეს და ქვეყნის მიმართულებით გრადის ტიპის 200-მდე რაკეტა გაუშვეს. შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური თელ-ავივი ახალი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს. აფეთქების ხმა ღაზას სექტორსა და სამხრეთ ისრაელში უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება. ოფიციალურმა თელ-ავივმა ღაზას სექტორიდან მორიგი დაბომბვა საპასუხო იერიშით უპასუხა. საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, თუმცა არავინ დაშავებულა. ოჯახები კი, რომლებიც დაბომბვას გადაურჩენ, ღამეს ღიაცის ქვეშ გაატარებენ. მათთვის ამ დროისთვის მთავარი პრობლემა განმეორებითი საავიაციო შეტევაა. ბავშვების სახლიდან ახალი გასულები იყვნენ, ცეცხლი კი ოთახებს ნელ-ნელა ედებოდა. გაგვიმართლა, რომ გადავრჩით, თუმცა არავინ იცის განმეორებითი შეტევის შედეგად რა მოხდება. დღევანდელ ღამეს სად გავათენებთ, ჯერ არ ვიცი. ამ საავიაციო დარტყმამდე გვიან ღამით ისრაელის ტერიტორია ღაზას სექტორიდან ისევ დაიბომბა. სარაკეტო იერიში ქალაქ ნეტივოზე მიიტანეს, თუმცა საბედნიეროდ მას მსხვერპლი და გრევა არ მოჰყოლია. დაზიანებულია მხოლოდ რამდენიმე ავტომანქანა, თუმცა ის ფაქტი, რომ სარაკეტო დარტყმობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა, ისრაელის შეშფოთებას იწვევს. სამწუხაროდ მათ ყველაფერი ისევ წყალში ჩაყარეს. საჭიროა სიტუაციის ხელახალი შეფასება, რადგან არ დაზარალდნენ ჩვენი შვილები. დაძაბულობის ახალი ტალღა ისრაელსა და პალესტინას შორის 4 დღის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ ღაზას სექტორი ისრაელის ავიაციამ დაბომბა. შედეგად 26 პალესტინელი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ მცდელობას ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი გზავნილი ნათელია, მშვიდობას მხოლოდ მშვიდობა მოიტანს. ნებისმიერი ვინც დაარღვევს ამ პირობას, ანიცდება მის დარღვევას მკაცრად დაირჩება. ღაზას სექტორში კი ისლამური ჯიჰადის წარმომადგენლება საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ უკან დახევას არ აპირებენ. პალესტინურმა წინააღმდეგობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას შესწევს ძალა მტერი დაამარცხოს. ეს არც პირველად და არც ბოლოჯერ მოხდა. მდგომარეობა ისრაელსა და პალესტინას შორის ახლა უკიდურესად არის დაძაბული. თელ-ავივის განცხადებების მიხედვით ახალი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყება არ გამოირიცხება. ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი დღესაც პრემიერ-მინისტრთან და ქნესეთის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრების მთავარი თემა იყო. ამ საკითხის მოსაგვარებლად ისრაელის სახელმწიფოს დახმარების პირობა ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრისგანაც მიიღო. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ ქნესეთში გამართული შეხვედრების დროსაც დააყენა, სადაც დავით ბაქრაძემ იმ პოზიციასა და როლზე ისაუბრა, რაც ისრაელის სახელმწიფომ საკითხის გადაწყვეტაში შეიძლება შეასრულოს. დღესვე მოლაპარაკებები ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სავიზო რეჟიმის გამარტივებას შეეხო. ქეთევან ბოჯგუა განავრცობს თემას ისრაელიდან მოამის ეთერში.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე დააფიქსირეს ის, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს თვის ამ საკითხის მოგვარებაში დახმარების გასაწევად. დავით ბაქრაძეს დღეს ჰქონდა შეხვედრები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისევე როგორც მან განაცხადა ვიზიტის დაწყებისთანავე ყველა დონეზე დააყენა მოლაპარაკებების ეს მთავარი საკითხი. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი ისრაელის პრემიერთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მთავარი თემა იყო. ამ საკითხის მოსაგვარებლად ისრაელის სახელმწიფოს დახმარების დაპირება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრისგანაც მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის სახელმწიფო, ისრაელის ხელისუფლება იყოს ადეკვატურად ინფორმირებული და იყოს ჩართული და ხელშემწყობი ამ პროცესში. სწორედ ამიტომ ეს საკითხი იდგა ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც იყო დღემდე გამართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ასევე მოხერხდა სამუშაო შეხვედრის გამართვა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და მოხარული ვარ, რომ ისრაელის პრემიერის მხრიდანაც ვიგრძენით ძალიან თბილი, ძალიან მეგობრული, ხაზგასმით მეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე და პრემიერ-მინისტრის დონეზე, ასევე საკანონმდებლო ორგანოს დონეზეც გვაქვს სრული მხარდაჭერა და ვფიქრობთ ეს მოლაპარაკებების პროცესში ხელს შეგვიწყობს და დადებითად იმოქმედებს შემდეგ პროცესებს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი დავით ბაქრაძემ კნესეთში გამართული შეხვედრების დროსაც დააყენა. პარლამენტის თავმჯდომარეს ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში მასშტაბური დახვედრა მოუწყვეს. კნესეთის თავმჯდომარე თავის კოლეგას საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პირადად დახვდა. ორი ქვეყნის ჰიმნების გაჟღერების შემდეგ შეხვედრები უკვე დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. 40 წუთის განმავლობაში პირისპირ საუბრის შემდეგ რეუვენ რევლინმა დავით ბაქრაძე კანონმდებლებს წარუდგინა და ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველო-ისრაელის ურთიერთობები შეიცვალა. განსაკუთრებით კი ეს პოზიტიური ცვლილება გაიზარდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვარდების რევოლუციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას. საქართველოს დღეს ყავს დემოკრატიული მთავრობა, აქტიური პარლამენტი და ღრმა ურთიერთობა ეკონომიკისა და სხვა სფეროებში. აქ კნესეთის წევრებიც არიან ქართველები და წარმოადგენენ საკუთარ სათვისტომოს სიამაყით. ჩვენ ამჟამად აღნიშნავთ ისრაელსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლის თავს, მაგრამ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. დავით ბაქრაძე მოლაპარაკებები ისრაელის საქართველოს მეგობრობის ჯგუფთანაც გამართა. დეპუტატების თქმით, მონასტრის საკითხზე საქართველოს დასახმარებლად ისინი საკუთარ პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებენ. რაც შეეხება ჯვრის მონასტრის დახმარებაზე, რაც შეიძლება ჩვენი შევპირდით, რაც შეიძლება პარლამენტს რაც ძალა გააჩნია მაგაში დავეხმაროთ. ეს ორი საკითხი ძირითადად რომელიც დაისვა დღეს ისრაელის სახელმწიფოში, რაც შეეხება ჯვრის მონასტერს და ვიზას, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე სახელმწიფოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორ სახელმწიფოებს შორის არსებობს სახელმწიფოებრივი, როგორც ეკონომიური, ტურისტული, კულტურული ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი. კნესეთში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთი საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება იყო. ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 3 თვეში სავიზო რეჟიმი გამარტივდება დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუმცა მხარეების მთავარი მიზანი სავიზო რეჟიმის გაუქმებაა. რაც შეეხება ვიზებს პირველ რიგში, ამ საკითხის ლობირებას მე პირადად და მთელი ჯგუფი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ეწევა უკვე არა პირველი დღეა. ვესაუბრეთ როგორც ქართულ მხარეს, ასევე ჩვენ მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის სამინისტროს. ისრაელში ძალიან უნდათ რაც შეიძლება ამ საკითხის დაჩქარება. ისრაელში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრად შეხვდა. უკვე ხვალ დავით ბაქრაძე გამართავს თავისი 4დღიანი ვიზიტის ცენტრალურ შეხვედრას. ეს იქნება შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან. იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მოლაპარაკებებში ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების თემაზე. ჩვენ ველოდებით ამ შეხვედრას და ბუნებრივია ყველა დეტალს მის შესახებ შემოგთავაზებთ უკვე ხვალინდელ გამოშვებებში. დიდი მადლობა ქეთი, ქეთემ ბოჯგვა საუბრობდა ისრაელიდან მოამბის ეთერში. და კვლავ თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარ საუკუნის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დღეს დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 2 წევრი მერაბ ლაშქარაშვილი და მერაბ ირემაძე დააკავა. ამოღებულია 9 კილოგრამის ოქროულობა და გაშიფრულია კრიმინალური დაჯგუფების ყველა წევრი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების აღიარებით ჩვენებებსაც ავრცელებს. ეჭვმიტანილების ჩვენების მიხედვით მათ გვირაბი დაკავებული ვახტანგ ფურცელაძის მითითებით გათხარეს და საიუველირო მაღაზიიდან დიდი რაოდენობით ოქროულობა მოიპარეს. ნიკა მოლოდინაშვილი გვერდება მოამბის პირდაპირ ეთერში. ნიკა, კიდევ რა ახალი დეტალები ვრცელდება ამ წუთისთვის?
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობა თურქეთის ქალაქ ორდუში საუკუნის ძარცვად წოდებული დანაშაულისში მონაწილე კიდევ 2 წევრი დააკავეს. ესენი არიან ვახტანგ ირემაძე და მერაბ ლაშქარეიშვილი, რომლებსაც ბინების შხრეკის შედეგად აღმოაჩნდა დაახლოებით 9 კილოგრამის ოდენობის ძვირფასეულობა და სხვადასხვა ძვირფასი ნივთები. თუმცა მე შეგახსენებთ, რომ მანამდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შაბათს დააკავეს ამ ორგანიზებული დაჯგუფების ხელმძღვანელი ვახტანგ ფურცელაძე. როგორც დღეს დაკავებული ადამიანები აღიარებით ჩვენებაში ყვებიან, მათ უშუალოდ ვახტანგ ფურცელაძის მითითებით გათხარეს თურქეთის ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზიასთან მისასვლელი 8 მეტრიანი გვირაბი, რის შედეგადაც მთლიანობაში 6 კილოგრამის ოქრო, რაც დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულების ოქრო ამ საიუველირო მაღაზიიდან გაიტაცეს. მუშაობდი ქალაქ ორდუში სამშენებლო კომპანიაში შენებლად. ორდუში გავიცანი ვახტანგ ფურცელაძე და მერაბ ლაშქარეიშვილი და მათი 3 მაგაცი. მათ შემონთავაზეს ქალაქ ორდუში, ქალაქის ცენტრში 2 მაღაზიის, ოქროულობის მაღაზიის გაქურდვა. მათ ჰქონდათ გეგმა, რომ უნდა შესულიყავით გვირაბის საშუალებით. 1 კვირის განმავლობაში ვიმუშავეთ და გავთხარეთ 8 მეტრიანი გვირაბი. გამოვჭერით 1 სეიფი, ჩამოვიღეთ დაახლოებით 6 კილოგრამი ოქრო და დავიწყეთ მეორე სეიფის გამოჭრა. მეორე სეიფის გამოჭრის დროს ჩაერთო სიგნალიზაცია. ჩვენ გამოვიქეცით. იმავე დღესვე დავბრუნდით საქართველოში სარფის საბაჟო პუნქტის გამლით. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საგანგებო ბრიფინგი, როგორც სოსოთოფურიძემ განაცხადა, დაკავებული არის კიდევ 2 წევრი დაჯგუფების. ესენი არიან, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვახტანგ ირემაძე და მერაბ ლაშქარეიშვილი, რომლებსაც შხრეკის შედეგად და ბინების შხრეკის შედეგად აღმოაჩნდა დაახლოებით ნაძარცვი 9 კილოგრამის ოქროს ძვირფასეულობა. თურქეთის ქალაქ ორდუში მოხდარი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს დაკეთობების ქურდობის ფაქტთან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დავაკავეთ ორგანიზებული ჯგუფის კიდევ 2 წევრი ვახტანგ ირემაძე და მერაბ ლაშქარეიშვილი. ასევე დამატებით ამოღებულია 9 კილოს ოდენობის ოქროს ნივთები. გამოძიებისთვის ცნობილია დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები მათი დაკავების და დარჩენილი ძვირფასეულების ამოღების მიზნით. გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ დაჯგუფების წევრების გარდა კიდევ არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზიის ძარცვაში და სწორედ ამ მიზნით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აგრძელებს გამოძიებას სხვა პირების დასაკავებლად და ასევე დარჩენილი ძვირფასეულობის ამოსაღებად. დიდი მადლობა ნიკა. ქალაქ ორდუში მომხდარ საუკუნის ძარცვის ახალ დეტალებზე მოამბის პირდაპირ ეთერში ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობდა. ინციდენტი უმაღლეს სასწავლებელში ეკარა მოხდა უნივერსიტეტში. ლევან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად სტუდენტი ზვიად მამფორია დაშავდა. დაზარალებული მხარე ყვება, რომ მერვე კორპუსისკენ მიმავალი 4 სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით მესამე კორპუსის ერთ-ერთ აუდიტორიაში შეიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავებულების განმარტებით ინციდენტის მიზეზი ის ბლოგი გახდა, სადაც ახალგაზრდები სტუდენტურ პრობლემებს აქტიურად განიხილავენ. სტუდენტურ თვითმმართველობაში ბრალდებას აბსურდულს და პროვოკაციულს უწოდებენ და ამბობენ, რომ თვითმმართველობას ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს. შემთხვევის ადგილზე უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურმა პატრული და სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახა. ამ ეტაპზე უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია სამართალდამცავების დასკვნას ელოდება. დაშავებული ზვიად მამფორია კი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. ექიმების განმარტებით მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენს საავადმყოფოს მომართა პაციენტმა მამფორია ზვიადი 19 წლის, რომელსაც აღინიშნება თავის სახისა და ხელის მიდამოში დაჟეჟილი მცირე ზომის ჭიდულობები და ექსკორიაციები. ურძელდება გამოკვლევა, სიცოცხლის საშიში არ არის არაფერი, მდგომარეობა სტაბილურია. კატეგორიულად უარყოფ, რომ რომელიმე თვითმმართველობის წევრი იღებდა ამაში მონაწილეობას, ეს არის უბრალოდ სიცრუე. ეს კიდევ ერთხელ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია თვითმმართველობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში რამდენიმე სტუდენტი, ვინც დღეს თავს დაზარალებულად წარმოადგენს, ინტენსიურად ცდილობდა, რომ თვითმმართველობის რეპუტაცია შეელახათ და თვითმმართველობა წარმოეჩინათ როგორც მოძალადე სტუდენტური ახალგაზრდული ორგანიზაცია.
რიყე და ნარიყალაზე საბაგიროთი გადასვლა 2 თვეში შესაძლებელი იქნება. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის ქართველი არქიტექტორები იტალიელ სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ. საბაგიროს სიგრძე 590 მეტრია, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ძველ თბილის ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანებისთვის გადაადგილებისა და კულტურული ძეგლების ნახვის პირობების შექმნაა. 8 ადგილიანი ვაგონის დამონტაჟებაზე იტალიიდან ჩამოსული სპეციალისტები მუშაობენ. ნარიყალაზე ბაგირის აწყობა მათი მეთვალყურეობის ქვეშ ხდება. კომპანია Lightners მსგავსი ტიპის საბაგირო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქვს აგებული. თბილისში უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფებით. სამუშაოები მასშტაბური და რთულია, თუმცა უკვე თითქმის ბოლოში გავედით. ადგილი სწორადაა შერჩეული. საბაგიროდან ეს ტერიტორია ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი იქნება. მომსვლელს შესაძლებლობა ეძლევა დატოვოს ავტომანქანა მიწისქვეშა ავტოსადგომში, ლიფტის მეშვეობით ამოვიდეს ზემოთ და შემდგომ უკვე აი ქვედა სადგურით დაუკავშირდეს ავიდეს ნარიყალაზე. ნარიყალა რიყეს 590 მეტრიანი საბაგიროთი დაუკავშირდება. ბაგირი მხოლოდ 2 სვეტით დამაგრდება, რომელიც რიყეზე და ნარიყალაზე დამონტაჟდება. ძველ-თბილისში თანამედროვე ტიპის საბაგიროთვის სადგურები აშენდება, რომელიც ისტორიული უბნის დამახასიათებელი ელემენტებით გაფორმდება. ქვედა და ესე ვთქვათ ზედა სადგურს შორის მანძილია 590 მეტრი, თითქმის 600 მეტრია. დაკავშირება ხდება ფაქტიურად 2 ძირითადი ბოძით, თქვენ ხედავთ ერთი რომელიც დგას ტყვირისპირას და მეორე არის აი პირდაპირ უკვე ზედა სადგურის შესასვლელთან. ასევე თვითონ სადგურს გააჩნია 2 გამასწორებელ ანძას ეძახიან, რომელიც უკვე უშუალოდ სადგურთან დგას. პროექტის შემუშავებამდე ადგილები გეოლოგებმა შეისწავლეს. მშენებლობისას ჩაიყარა ფუნდამენტი. არქიტექტორებს ნარიყალაზე მშენებლობისთვის კლდის ნაწილის მოშლა და დამცავი კედლის აშენება დასჭირდათ. ნარიყალიდან წამოსულ დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, რომ ძველი თბილისის არქიტექტურას და უბნებს საბაგიროთი მგზავრობის დროს გაეცნოს. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვისაც. უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა ის რაც არ ჩანს მომზადდა ფუნდამენტები როგორც ქვედა სადგურის და ზედა სადგურისთვის და ამ წუთში მიმდინარეობს კოშკურების მონტაჟი და ძირითადი სადგურების ქვედა სადგურის სამონტაჟო სამუშაოები. საფეხმავლო და სამანქანო გზებს ხიდს და გვირაბს უკვე საბაგიროც დაემატება, საიდანაც ისტორიული თბილისი ყველაზე კარგად გამოჩნდება. ნარიყალიდან რიყეზე საბაგიროთი გადასვლა 2 თვეში გახდება შესაძლებელი. გამარტივებული სერვისი და ყველაფერი ერთ სივრცეში. სართიჭალაში სოფლის სახლი აშენდება. დღეს პროექტის პრეზენტაცია რეგიონული განვითარების მინისტრმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გამართეს. სოფლის სახლი დასახლებულ პუნქტში ყველა სოციალური და სახელმწიფო მომსახურების გაერთიანებას და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. მიწის რეგისტრაცია, პასპორტის და პირადობის მოწმობის აღება, კომუნალური გადასახადების გადახდა და უფასო ინტერნეტი. ყველა ეს სერვისი მალე სართიჭარელებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ასეთი სახლები უკვე საქართველოს 5 სოფელში ფუნქციონირებს და უახლოეს მომავალში კიდევ 9 ცენტრის გახსნა იგეგმება. სულ მალე გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში სოფლის განვითარების ცენტრის მშენებლობა დაიწყება. ცენტრი, რომელიც საბოლოოდ ასეთ სახეს მიიღებს, მოსახლეობას სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს. თუ ამ დრომდე სართიჭალაში მცხოვრებ ადამიანებს სოციალური და სხვა მომსახურების მისაღებად გარდაბაში წასვლა უწევდათ, ახლა ყველა ტიპის მომსახურების მიღება მათ ერთ ადგილზე შეეძლებათ. გვიხდებოდა გარდაბანში ჩასვლა, ეს ტრანსპორტთანაც იყო დაკავშირებული, სამი ტრანსპორტი მაინც უნდა გამოგვეცვალა და აი ამ პროექტით მოსახლეობა ძალიან დიდ შვებას იგრძნობს, რადგან ადგილზე მოხდა ყველა ტიპის მომსახურება. ამ საკრებულოში 3400 კომპლექსი ცხოვრობს, საკმაოდ მოშორებულია მუნიციპალიტეტის ცენტრისგან და მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რომ სოფელში აქვე მიიღონ ყველა ის სერვისი, რასაც სახელმწიფოს თავაზობს ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას. იუსტიციის სამინისტრო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი ინიციატივა თვითმმართველობებში ელექტრონული მომსახურების დანერგვას ითვალისწინებს. უკვე შემუშავდა სოფლის განვითარების პირველი პროექტი. განვითარების ცენტრში შესაძლებელი იქნება სოციალური დახმარებების მიღება, მიწის რეგისტრაცია, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია, ასევე კომუნალური გადასახადების ელექტრონულად გადახდა. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისარგებლონ უფასო ინტერნეტით, ასევე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დახმარების პროგრამების, მიგრაციასა და სხვა საკითხებზე. მოქალაქეს აღარ მოუწევს რაიონის ცენტრში სიარული ან თბილისის სიარულის სხვადასხვა მომსახურების მისაღებად. დაწყებული სახელმწიფო სერვისებიდან დამთავრებული კერძო სერვისებით ყველაფერი აქ იქნება შესაძლებელი. ეს არის როგორც იუსტიციის სამინისტროს სერვისები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისები, საფოსტო მომსახურება და ასე შემდეგ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მმართველობის დანერგვა 2010 წლის ივნისში დაევალა, ხოლო პროექტის უშუალოდ განხორციელება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2011 წლიდან დაიწყო.
ამას ჩავთავთ ერთიან სისტემაში, რომელიც მოგცემს საშუალებას, თქვათ ნებისმიერ მინისტრს დაუკავშირდეთ სოფლის სახლებს ერთიანობაში, კონფერენცია, ვიდეო კონფერენციის მეშვეობით და ყველა ეს მესეჯი მიეწოდოს, რომელიც უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში ჩინოვნიკმა, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ ჩვენ საქმიანობაში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით უკვე აშენდა მსგავსი ტიპის ცენტრები 5 სოფელში. ამჟამად სოფლის განვითარების ცენტრების მოწყობა საქართველოს 9 სოფელსა და მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სოფელ სართიჭალაში განვითარების ცენტრის მშენებლობა ზაფხულის ბოლოს დასრულდება. ცნობილი იტალიელი დიზაინერი ფაბრიციო ჯუჯარო თბილისშია. თანამედროვე არქიტექტურის და მრეწველობის ყველაზე ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა საქართველოში ბათუმის განვითარების საკუთარი პროექტი ჩამოიტანა, რომელსაც მთავრობის წევრებს გააცნობს. ხელოვანი დღეს უკვე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შეხვდა და ქუთაისის ახალი აეროპორტის დიზაინზე მუშაობის შეთავაზებაც მიიღო. ფაბრიციო ჯუჯარო საქართველოში საერთაშორისო დიზაინის სკოლასაც უხელმძღვანელებს, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე უახლოეს ხანებში გაიხსნება. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დიზაინერმა მოაბის გადამღებ თან ერთად თბილისის ქუჩებში გასეირნებაც მოახერხა. ჩემი თვალით დანახული თბილისი დინამიური ქალაქი არაჩვეულებრივი არქიტექტურით და ისტორიული წარსულით. ეს არის ქალაქი, რომელიც არ ითხოვს ხელახლა აშენებას. მას თავისი განუმეორებელი სტილი აქვს და თუ კი აქ რაიმე ახალს აშენებ, შენობის დიზაინს ქალაქი თავად კარნახობს. თბილისური შთაბეჭდილებების შესახებ ფაბრიციო ჯუჯაროს საუბარი, როგორც თავად ამბობს, დაუსრულებლად შეუძლია. ცნობილი იტალიელი დიზაინერი, რომლის სახელით წლებია თანამედროვე სამრეწველო დიზაინთან და ავტოინდუსტრიასთან ასოცირდება, საქართველოს პირველად სტუმრობს. თბილისურ შთაბეჭდილებებთან ერთად ფაბრიციო ჯუჯაროს მოსაყოლი ბათუმზეც ბევრი აქვს. ზღვისპირა ქალაქი მან სხვადასხვა ტელეარხებზე ნანახი კადრებით გაიცნო და იმდენად მოიხიბლა, რომ ბათუმის განვითარების საკუთარი პროექტიც კი შექმნა. ბათუმით მოხიბლული ვარ, ეს ქალაქი იმდენად მომწონს, რომ მისი განვითარების საკუთარი ხედვა პროექტადაც კი ვაქცია. ჩემი პროექტი ქალაქის ეკოლოგიურ განვითარებას უკავშირდება. შევქმნი რამდენიმე ახალი შენობისა და სტადიონის დიზაინი. უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორ შეიძლება მოიწყოს ტროტუარები და საავტომობილო გზებიც. ბათუმის განვითარების პროექტი ფაბრიციო ჯუჯარომ დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილესაც წარუდგინა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. იტალიელმა დიზაინმა დღეს კიდევ ერთი შეთავაზებაც მიიღო. ის ქუთაისის ახალი აეროპორტის ინტერიერის დიზაინზე იმუშავებს. გამოხატეს დიდი სურვილი, რომ შიდა დიზაინი ქუთაისის აეროპორტის იყოს ამ სკოლის, ამ ოჯახის, ამ კომპანიის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც თანამედროვე მრეწველობის ყველაზე ავტორიტეტულ დიზაინერს საქართველოსთან აკავშირებს საერთაშორისო დიზაინის სკოლა. მისი შექმნა ფაბრიციო ჯუჯაროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით იგეგმება. სკოლა ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნება და ქართულ ახალგაზრდებს თანამედროვე დიზაინის პრინციპების შესწავლაში დაეხმარება. სახელი მოპოვებული აქვს არა პიარის მეშვეობით, არამედ სწორედ თავისი ნამუშევრებით და იმ გამოცდილებით, თუ რაც აქვს მათ ზურგს უკან და მე ვფიქრობ, რომ მათი თანამშრომლობა, მათი მხარდაჭერა ჩვენ სტუდენტებს წაადგება ძალიან. თანამედროვე დიზაინი ვიზუალისა და ტექნიკური მიღწევების სინთეზს გულისხმობს. ის მეცნიერებასთან ერთად ვითარდება. 21 საუკუნის დიზაინერების მთავარი ამოცანა დღეს ამ განვითარების ტემპებისთვის ფეხის აწყობა. დიზაინის სკოლა საშუალებას მოგცემს ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილების საუკეთესო ნაწილი ქართულ ახალგაზრდებს გაუზიაროთ. ფაბრიციო ჯუჯარო იტალიაში ამჟამად საკუთარ კომპანიას ჯუჯარო არქიტექტურას ხელმძღვანელობს. ის ამ დრომდე ქმნის ისეთი ცნობილი ავტომობილების დიზაინს, როგორებიცაა ფერარი, პორშე, ლამბორგინი და ფოლკსვაგენი. სამრეწველო დიზაინის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ გვარი ჯუჯარო უკვე ბრენდად იქცა. ამიტომ მასთან თანამშრომლობა არაერთი მსხვილი კომპანიისთვის უკვე ბაზარზე წარმატებასთან ასოცირდება. გურჯაანის მოსახლეობა პანიკაშია. დასახლებულ პუნქტში უკვე 2 მგელი მოკლეს. მტაცებლები ქალაქში თავისუფლების ქუჩაზე გამლელებს თავს დაესხნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური ფაქტი გურჯაანში რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. მოსახლეობა მტაცებლებს ჯერჯერობით საკუთარი ძალებით უმკლავდება. გურჯაანელები მონადირეთა ჯგუფის შექმნას და გარეული ცხოველისგან თავის დაცვაში დახმარებას ითხოვენ. ეს როლი საერთოდ დაიჭრა და ჩავიდა ორღობეში. რამდენიმე გასროლის შემდეგ მგელმა გაქცევა სადა, თუმცა მონადირეებმა მისი მოკლა მაინც მოახერხეს. კახეთში მგლების გამოჩენა არავის გაკვირვებია, თუმცა გურჯაანის ცენტრში მტაცებლები აქამდე ნამდვილად არ უნახავთ. კოტეხის უბანში მგლები ტყიდან ძირითადად ღამის საათებში ჩამოდიან. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მტაცებელი ნადირის განადგურებას საკუთარი ძალებით ცდილობენ. საბედნიეროდ მგლების შემოსევას ჯერჯერობით არანაირი ზარალი არ მოყოლია. ვიტეხი ლოგინში და ხმაშა მომესმა თოფისა. მოდიოდნენ ბიჭები, ხმაურით მოდიოდნენ, გავხსენი ფანჯარა და დავინახე და მე ვუთხარი რა ამბავია მეთქი და გელი არისო.
ეს რაი ბიჭმა მოკლა. გურჯაანში კოტეხის უბანში მგლების გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მტაცებლები ძირითადად ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებთან ჩამოდიან. მოსახლეობას ღამით გარეთ გამოსვლის და ბავშვების მარტო დატოვების ეშინიათ. მგლებს დასახლებაში დღის განმავლობაში წხვდებიან. მათ შორის გზებზე და იმ ადგილას, სადაც სასმელ წყალს იღებენ. მტაცებლები დასახლებაში ტყიდან ჩამოდიან, რომელიც გურჯაანის ცენტრიდან რამდენიმე მეტრშია. ეს ის ტყია, საიდანაც გურჯაანის ცენტრში მგლები ჩამოდიან, შემდეგ ამ ხეობას მოყვებიან და დასახლებაში გადადიან. მგლების გახშირებული შემოსევის გამო ადგილობრივები დახმარებას გურჯაანის მუნიციპალიტეტს თხოვენ. რაიონის მაცხოვრებლები მონადირეთა სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდიან და ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია მგელზე ნადირობის ოფიციალური ნებართვა გაიცეს. მტაცებლის დასახლებაში ჩამოსვლას გურჯაანის მაცხოვრებლები დღეში ნადირის გამრავლებას უკავშირებენ. არავინ აღარ ანადირობს, ადრე იყო დამზადება, ადრე იყო ჩაბარება, მონკავშირის წევრები იყვნენ გაერთიანებული. ურახოს გაპარი აუარება არის. შიშით ღამე ახლო მანძილში წყალზეც ვერ წახვალ და უბრალოდ ვერ ჩახვალ ვერსადა. პრობლემაზე უკვე მუშაობენ გურჯაანის მუნიციპალიტეტში. უწყება სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს მტაცებელი ნადირის შემოსევამ პრობლემები არ შეუქმნათ და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარების გაწევა შეძლონ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი მობილიზებულია, საქმის კურსია გარემოს დაცვის სამინისტრო და აი ესეთ შემთხვევებში ბოლომდე იქნება აღკვეთილი მსგავსი გარემოება. კახეთში მგლების შემოსევის ეს პირველი შემთხვევა არ არის. წლის ყოველ სეზონზე მტაცებლები ტყიდან ჩამოდიან და საკვების მოსაპოვებლად ძირითადად დასახლებებში გადიან. ტრაგედია ბელგიაში. ლევან, რა მოხდა ქვეყანაში? ბელგია-შვეიცარიის საზღვართან სამგზავრო ავტობუსმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია 28 ადამიანი, აქედან 22 წლის ბავშვია. არიან დაშავებულებიც, ისინი ვერტფრენებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ბელგიაში გლოვაა გამოცხადებული, დაღუპულთა ოჯახებს სოფლიო ლიდერებიც უსამძიმრებენ. ეს შემთხვევის ადგილზე გადაღებული პირველი კადრებია. ტურისტული ავტობუსი, რომლითაც ბელგიელი ბავშვები ჰოლანდიის სამთო-სათხილამურო კურორტიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ, ვალაისის რეგიონში გვირაბს დაეჯახა და მთლიანად დაიწვა. დაღუპულია 28 ადამიანი, მათგან 22 ბავშვია. 24 მგზავრი კი მძიმე მოტეხილობებით შვეიცარიის 4 საავადმყოფოში ვერტფრენებით გადაიყვანეს. ტრაგედიიდან ზუსტად 5 წუთში მაშველები ავარიის ადგილას აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ ბევრი მგზავრის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ისინი ახლა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. სამწუხაროდ უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ავარიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. მათგან 22 ბავშვია. მათი ასაკი 12 წლამდე მერყეობს. 24 მოსწავლე კი მძიმე მოტეხილობებით საავადმყოფოებში გადავიყვანეთ. შეჯახების სიმძლავრეზე წარმოდგენის შესაქმნელად ეს კადრებიც საკმარისია, სადაც კარგად ჩანს, რომ ავტობუსის მძღოლის და იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც წინა სავარძლებზე ისხდნენ, თითქმის შეუძლებელი იყო. პოლიციის ინფორმაციით ავარიის დროს ავტომაგისტრალი ცარიელი იყო. სამართალდამცველებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ ავტობუსი კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა. კატასტროფის ადგილას ახლა მაშველებთან ერთად ფსიქოლოგებიც მუშაობენ. ისინი დაღუპულთა ოჯახის წევრებს ეხმარებიან. იმ სკოლის შენობასთან კი, სადაც გარდაცვლილი ბავშვები სწავლობდნენ, დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ეს ტრაგედია 22 ბავშვი დავკარგეთ. მის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ვფლობთ. ათობით დაჭრილი კი ამ დრომდე მოტეხილობებით სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობს. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი დღე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად შეაფასა. წუთიერი დუმილით დაიწყო პარლამენტის ხდომა შვეიცარიაშიც. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმაც. დაღუპულთა ოჯახებს და ბელგიის მთავრობას უკვე მიუსამძიმრა ნიკოლა სარკოზიმ. მინდა ბელგიის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრო ეს ტრაგედია. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ბელგიის მთავრობას. კატასტროფის ადგილი ახლა სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სტიქიური უბედურებიდან 1 წლის შემდეგ დღეს იაპონიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის წყნარ ოკეანეში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ოკეანის ფსკერიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, რამაც ცუნამი გამოიწვია, თუმცა 1 წლის წინანდელი სტიქიისგან განსხვავებით მას დამანგრეველი ძალა არ ჰქონია. საკმაოდ ძლიერი მიწისძვრისა და გამოცხადებული საფრთხის მიუხედავად იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზი გადაჭარბებული აღმოჩნდა. ქვეყნის მთავარი კუნძულების ჰონსიუსა და ჰოკაიდოს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პრეფექტურებამდე მხოლოდ რამდენიმე ათეული სანტიმეტრის სიმაღლის ტალღებმა მიაღწია. ამის მიუხედავად სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას რამდენიმე საათით ადრე ტერიტორიის დატოვება ურჩიეს.
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში გამთენისას დაფიქსირდა. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 19 პრეფექტურაში, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოშიც იგრძნობოდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში კუნძულ ჰონსიუდან 293, ხოლო ჰოკაიდოდან 210 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ბოლო დროს ძალიან ბევრ საუბრობენ კიდევ ერთ დამანგრეულ მიწისძვრაზე, რომელმაც შესაძლოა ტოკიოს ნაწილი მთლიანად გაანადგუროს. მე ძალიან მაწუხებს. მიწისძვრა ტოკიოში მდებარე ნარიტას საერთაშორისო აეროპორტშიც იგრძნობოდა, რამაც მგზავრები პანიკაში ჩააგდო, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიწისქვეშა ბიძგებს დამატებითი ზიანი არც ფუკუშიმას ავარიული სადგურისთვის მიუყენებია. 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში გასული წლის მარტში მოხდა, რამაც 11 მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია. დამანგრეველი ძალის მქონე ტალღებმა კუნძულ ჰონსიუზე ქალაქებით წალეკა. სტიქის შედეგად მაშინ იაპონიაში 19,000 ადამიანი დაიღუპა. ამერიკის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ავღანეთში ჩავიდა. პენტაგონის მეთაური ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდა. არსებული ინფორმაციით, პანეტას ვიზიტი ავღანეთში იქამდე დაიგეგმა, ვიდრე ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთში 16 მშვიდობიან მოქალაქეს მოკლავდა. ამერიკელმა სამხედრომ, რომლის ვინაობაც არ სახელდება 11 მარტს, ყანდაღარის პროვინციაში 16 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი მოკლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯარისკაცმა ჯერ უახლოეს სოფელში შეაფარა თავი, მოგვიანებით კი საკუთარი სურვილით ამერიკელ სამხედროებს ჩაბარდა. წინასწარი ვერსიით მას ნერვიული აშლილობა აქვს. პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ სამხედროს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. იტალიის ქალაქ ფალჩანო დელ მასიკოს მაცხოვრებლებს გარდაცვალება კანონით აუგრძალეს. ინიციატივა ქალაქის მერს ეკუთვნის და მას მარტივი ახსნა აქვს. ქალაქს საკუთარი სასაფლაო არ აქვს, იქ სადაც ადრე გარდაცვლილებს კრძალავდნენ, ადგილი აღარ არის. ქალაქის მერი დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა აღნიშნული პრობლემის მიმართ შემდგომ ინსტანციებში ყურადღების მოპოვებას, თუმცა რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მოსახლეობას დიდხანს სიცოცხლე უბრძანა. ამ გზით ფალჩანო დელ მასიკოს მერი აღნიშნული პრობლემის მიმართ ყურადღების მიქცევას ცდილობს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ სპორტი მომბეში. ლევან ბორჯღალოსნები პრინციპულ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებენ. სპორტის ამ და სხვა სიახლეებზე ოთარ გიორგაძე გვერდება. სამშვიდობისა ეკალევან. სეზონის ცენტრალური შეხვედრა მესხის სახელობის სტადიონზე შედგება ვრცლად რამდენიმე წამში. ბორჯგალოსნები რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წინააღმდეგ 4 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რუსეთს პირველად უმასპინძლებს. მილტონ ჰეიგის გუნდმა დღეს შევარდენის სარაგბო არენაზე ღია ვარჯიში გამართა. საქართველოს რუსეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე 2 დღე მიმდინარეობს და ბოლო ინფორმაციით 700 ბილეთზე მეტი იყო გაყიდულია. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 მარტს 15 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნების სეზონის ბოლო საშინაო მატჩი თბილისში 2008 წლის შემდეგ საქართველოს რუსეთის სარაგბო დაპირისპირება დედაქალაქში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველად შედგება. მილტონ ჰეიგის გუნდმა შევარდენის სარაგბო მოედანზე დღეს ღია ვარჯიში ჩაატარა. სეზონის პრინციპულ მატჩს გუნდი ვიტო კოლელიშვილის და გიორგი შკინინის გარეშე ჩაატარებს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რა თქმა უნდა, არა მარტო გუნდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და საბრძოლო განწყობა გვაქვს, ვიცით რომ ძალიან რთული თამაში იქნება. არ მინდა უბრალოდ პოლიტიკასთან გაიგივება, მაგრამ ყველაფერს ვიზამთ რომ ჩვენი ერთი თოელი მაცხოვრებელი საქართველოს მაცხოვრებელი გავახაროთ და სიხარული მოუტანოთ კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მნიშვნელობას შეიცავს ეს თამაში და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ რაღაც ზომებს, რომ არანაირი შეცდომის დაშვებისუფლება არ გვაქვს. რუსეთის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებს საამაყო სტატისტიკა აქვთ. 15 ჩატარებული მატჩიდან 13 ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელი მატჩი ამ ორ გუნდს შორის, რომელიც სოჩში სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე გაიმართა, საქართველომ 15-9 მოიგო. წელი მემზადებით ამ თამაშისთვის რა ვიცი, მართალი რო გითხრათ, ძალიან ნერვიულობდა, როგორც ყოველთვის რუსეთის თამაში ჩვენთვის ერთ-ერთი მსოფლიო ფინალია რა. ევროპის ერთ ათასზე საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე იმყოფება და რუსეთისა და უკრაინის დამარცხების შემთხვევაში ტურნირის საუკეთესო ტიტულს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან დაიწყო და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 7000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.
რაგბის კავშირი ცდილობს რაც შეიძლება კარგად იყოს ორგანიზებული ეს თამაში გვესმის რომ ძალიან გაზრდილი არის ინტერესი მაყურებლისა ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას რომ დაგვითმო ლოკომოტივის სტადიონი მიხეილ მესხის სახელობის და თხოვნა გვექნება უბრალოდ მაყურებელთან რომ ვეცადოთ ცოტა ადრე მოვიდეთ თამაშზე იმიტომ რომ რეკონსტრუქციის შემდეგ იქ ისე არის მოწყობილი მაყურებლის შესვლა და გამოსვლა სტადიონზე რომ შეიძლება ერთბაშად დიდი რაოდენობის მაყურებლის მისვლამ ცაცობი და რაღაც უხერხულობები გამოიწვიოს. 1000-ის ბოლო შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა რუმინეთი ბუქარესტში 19-13 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გასვლასთან ერთად ანთიმოზივერიელის თასს დაეუფლნენ. საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 მარტს 15 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით მოასპარეზე მოჭიდავეებს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობა შეხვდა. თავისუფალი წილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დავით მარსაგიშვილმა დაიკავა. ვერცხლის მედლები ბესიკ გოჩაშვილმა და დავით ხუციშვილმა მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები კი მალხაზ ზარქოა და დავით მოძმანაშვილი გახდნენ. ბერძნულ რომაულ სტილში 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლი მანუჩარ ცხადაია მოიგო. ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ევროპის ჭიდაობის ფედერაციის გარდამავალი დროშა გადაეცა 2013 წელს მოჭიდავეთა ევროპიროლობას თბილისი უმასპინძლებს. გამიხარდა ძალიან ეს ევროპის ჩემპიონობა. ველოდებოდი ამ შედეგს ნამდვილად. კარგად ვიყავი მომზადებული, მობილიზებული და ამისრულა ეს გულის წადილი და გავხდი ევროპის ჩემპიონი. კარგად გამოვიდნენ ჩვენი ბიჭები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვით კმაყოფილებას მივეცეთ, წინ ძალიან მძიმე გზა გვაქვს და მძიმე ჩემპიონატები, ეს არის სალიცენზიო ტურნირები. ამ ჩემპიონატზე ოფიციალურად გადმოგვეცა ევროპის ფედერაციის დროშა, რომ 2013 წლის მარტში უნდა ჩატარდეს და ჩატარდება ჩვენთან სპორტ სასახლეში ევროპის ჩემპიონატი. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ ტურნირის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს დელეგაციას გადაეცა სიმბოლური დროშა, რომელიც არის სიმბოლო ევროპის ჩემპიონატის და ევროპის ჩემპიონატი 2013 წელს ჩატარდება საქართველოში. ვერისბაღის კრევის დარბაზში პროფესიონალურ მოკრევეთა სარეიტინგო ორთაბრძოლები ჩატარდა. მონაწილეები საქართველოს 7 ქალაქიდან ჩამოვიდნენ და სულ 17 ბრძოლა შედგა. დღის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება მსოფლიო ხამრის მფლობელ ბორის მდინარაძესა და უკრაინიდან მოწვეულ ვლადიმერ ბაროვსკის შორის ჩატარდა, რომელიც ქართულმა სპორტსმენმა მე-7 რაუნდში ნოკაუტით მოიგო. სპორტსმენების დღევანდელი შედეგები საერთაშორისო რეიტინგში აისახება. ეს ორთაბრძოლები აისახება მსოფლიოს ყველა პროფესიონალი კრევის ყველა რეიტინგში. ჩვენი ბიჭები ყოველდღიურად მიიწევენ წინ და უკვე ყავს ახალგაზრდებში ბორის მდინარაძე მსოფლიო ჩემპიონი. ყავს რამდენიმე ძალიან პერსპექტიული მოკრევა და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე აუცილებლად გვეყოლება რომელიმე ხამრის მსოფლიო ჩემპიონი. მერვე ჯგუფი ეს ჩატარებული და ერთი ფრენ მაგდა ეს თომთორი ახლა მერვე ჯგუფი არის ეგ და საკმაოდ რა მაყოფილო ყველანაირად პროფესიონალური ბრძოლები და ყველანაირად კარგი მეთოქი ძლიერი მეთოქი არის და აი 8 რაუნდი ვიჭრეთ, 8 რაუნდი ვიჭრეთ ბოლომდე. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 2 მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. თასისთვის ბრძოლას მარსელის ოლიმპიკი და მიუნხენის ბაიერნი განაგზობს. ფრანგულმა კლუბმა 2 რაუნდიანი დაპირისპირება ინტერს მოუგო. იტალიაში გამართული შეხვედრის 75 წუთზე მასპინძლები მილიტოს გოლი დაწინაურდნენ. მატჩის 91 წუთზე დიდიე დეშამის გუნდმა წონასწორობის აღდგენა მოხერხა, თავი ბრანდეომ გამოიჩინა. რამდენიმე წამში შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მარსელის კარში 11 მეტრიანი დანიშნა პენალტის რეალიზება პაცინიმ შეძლო და ინტერმა 2-1 მოიგო. მარსელმა მომდევნო ეტაპის საგზურის მოყვება სტუმრად გატანილი გოლით მოახერხა. ბაიერნმა ბაზელში წაგებული პირველი მატჩის შემდეგ საკუთარ მოედანზე შვეიცარიულ კლუბს 7-0 მოუგო. დღეს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება. მადრიდის რეალი CSKA-ს უმასპინძლებს, ჩელსი ნაპოლის მიიღებს. ლონდონიდან მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ასეთი გახლავთ დღის მნიშვნელოვანი სპორტული ამბები და ხვალამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა ოთარ. ახალი ქართული ფილმი თბილისის კინოთეატრებში კულტურა და ლიზა ციკლაური მოამბეში. საღამო მშვიდობის არა ხდება კულტურის სფეროში რამდენიმე წამში გიამბობთ. ნინო ანე
ანანიაშვილის საბალეტო კოსტიუმების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ექსპოზიციით პრიმა ბალერინას სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული იწყება. კოსტიუმები, რომლებიც მაყურებელმა სცენიდან იცის, დღეიდან საგამოფენო სივრცეს იკავებს. ორიგინალური განათება, ვიდეო ინსტალაციები და პრიმა ბალერინას სხვადასხვა პერიოდში შესრულებული პერსონაჟების კოსტიუმები ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზს 20 მარტამდე დაიკავებს. კვირეული თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება გამოფენას. ჩვენი კორესპონდენტი სოფო ოხანაშვილი ესწრება, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. სოფო, რა ხდება ამ წუთებში და კონკრეტულად რომელი კოსტიუმებია წარმოდგენილი გამოფენაზე? ამ დროისთვის საგამოფენო დარბაზში უამრავი ადამიანია შეკრებილი, რაც შეეხება კოსტიუმებს, აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თითქმის ყველა სპექტაკლზე შესრულებული პარტიის დროს გამოყენებული კოსტიუმები და აქსესუარები, ჟიზელი, დონკიხოტი, გედების ტბა და ათეულობით პარტია, რომელსაც ნინო ანანიაშვილი წლების განმავლობაში ასრულებდა. ამდენი ხნის მანძილზე ის რისი ნახვაც მაყურებელს მხოლოდ დარბაზიდან შეეძლო. დღეს ყველაფერმა ერთ საგამოფენო სივრცეში მოიყარა თავი, როგორც გითხარით, უამრავი ადამიანია შეკრებილი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბალეტის ისტორია ერთ საგამოფენო სივრცეში ცოცხლდება. ამ გამოფენით დღეს დაიწყება და გაიხსნება პრიმა ბალერინას სცენაზე ყოფნის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული. ეს გამოფენა გამორჩეულია განსაკუთრებული განათებითა და ასევე ორიგინალური ვიდეო ინსტალაციებით, ამიტომ დამთვალიერებელს განსაკუთრებული სანახაობა სწორედ ღამის საათებში ელოდება. ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე არ მაჩვენებდნენ, ეს არის ჩემთვის სიურპრიზი. მე ვთვლი რომ მართალი გითხრათ, აი ვერც კი წარმომედგინა, რომ ესე გამოვიდა და ესე ორიგინალურად და ესე ლამაზად. მე მართალი გითხრათ, არც მინახი არსად ესეთი ერთად რო გაყოფილიყო ვიდეო გაშვებული, ესეთი რაღაცა ჩანაფიქრი ძალიან კარგი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო შემსრულებლებს. ნინო ანანიაშვილი არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად აქვს თავის ზღაპარი და ვეცილ გვინდოდა, რომ როგორც ჩვენ დავინახეთ მაგის ზღაპარი, ეს გადმოგვეცა და თუ ეს ატმოსფერო არის ამ გამოფენაზე, ვიქნები ძალიან ბედნიერები, იმიტომ რომ გვინდოდა, რომ ეს სამყარო გაგვეცოცხლებინა მაგის. ეს არის ახალი, სრულიად პირველი ექსპოზიცია საქართველოში, კერძო კოლექცია და მერია თბილისის მერია ამაყობს, რომ არის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ამ არაჩვეულებრივი საიუბილეო დღეების. ნინო ანანიაშვილის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, გაიმართება ასევე ფოტოალბომების გამოფენა 16 მარტს კი რუსთაველის თეატრში. დაგეგმილია საღამო, რომელშიც მონაწილეობას თავად პრიმა ბალერინა მიიღებს. სპეციალურად ამ საღამოსთვის შეიქმნა თანამედროვე ბალეტი. ამ ახალი საინტერესო დადგმის შესახებ დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სიუჟეტში. სცენაზე ერთად გატარებული წლების სახსოვრად დიდი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად თავისი სასცენო პარტნიორისა და მეგობრისთვის სურდა განსაკუთრებული საჩუქარი მიეძღვნა. რა გაახარებდა პრიმა ბალერინას იმაზე მეტად, ვიდრე სპეციალურად მისთვის შექმნილი ახალი ბალეტი. ესტონელმა ქორეოგრაფმა ტედ კასკმა სპექტაკლის იდეასა და კონცეფციაზე მრავალი წელი იმუშავა. ასე დაიბადა თანამედროვე კონცეპტუალური წარმოდგენა სახელწოდებით ტიმპომპო. იაპონურიდან თარგმანში ბაბუაწვერა. ბალერინასთვის, რომელმაც სცენაზე მოღვაწეობის 3 ათეული წლის მანძილზე არაერთი კლასიკური თუ თანამედროვე საბალეტო პარტია შექმნა. ბალეტის დადგმისას მსურდა ნინო ანანიაშვილის შინაგან სამყაროს ჩავწდომოდი. მის გემოვნებას, ხასიათს, მინდოდა ექსპრესიული წარმოდგენა ყოფილიყო. ნინო ანანიაშვილი თანამედროვე ბალეტშიც ისეთივე დაუვიწყარია, როგორიც კლასიკურში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ქართველი პრიმასთვის, რომელთანაც მსოფლიოს საუკეთესო ქორეოგრაფებს უმუშავიათ ბალეტი დამედგა. რთულია ის გააკვირვო და მიხარია თუ ამას შევძლებ. სპეციალურად მისთვის დადგმულ ერთმოქმედებიან ბალეტს ნინო ანანიაშვილი იმ საიუბილეო საღამოზე შეასრულებს, რომელიც პრიმა ბალერინას მიერ სცენაზე გატარებულ 3 წლეულს ეძღვნება. ტიმპომპო სრულიად განსხვავებული იქნება ყველა იმ სპექტაკლისგან, რომელიც მაყურებელს აქამდე ნინო ანანიაშვილის შესრულებით უნახავს.
ეს ყველაფერი ხდება ერთი დღის განმავლობაში, ახლა არის ბოლო წუთები, მუშაობთ დეტალებზე, ისე რომ მე თვითონაც ძალიან ვღელავ, მინდა დავინახო შორიდან და ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მე თვითონ მონაწილეობ, მაგრამ თვითონ სინტეზია ესეთი 6 მონაწილის, 3 მუსიკოსის, 3 მოცეკვავის, ქორეოგრაფის, ნინო ჩუბინიშვილის კოსტიუმების, ეს თვითონ ძალიან საინტერესო ფაქტია. პირველად საბალეტო წარმოდგენაში მონაწილეობას ტრიო პერტე მიიღებს. არვო პიარტის ნაწარმოებებს, რომელზეც დაიდგა ბალეტი, ფორტეპიანოს, ჩელოსა და ვიოლინოსგან შემდგარი მუსიკალური ტრიოს წევრები არა მხოლოდ ასრულებენ, არამედ თავადაც ამ სპექტაკლის თანამონაწილენი არიან. ჩვენ მონაწილეობთ ამ სპექტაკლში, ვთამაშობთ ამ სპექტაკლში. სპექტაკლში გამოყენებულია დიდი ესტონელი თანამედროვე კომპოზიტორის არვო პიარტის მუსიკა, რომელიც ძალიან საინტერესოა და მთლიანად სპექტაკლის კონცეფცია ძალიან ახალია საქართველოსთვის. პირველი დიდი პროექტი არის, ასეთ მეგა ვარსკვლავთან. ძალიან ვღელავთ, იმიტომ რომ გვინდა რომ მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოთ ჩვენი თავი. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლი იქნება. თვითონ კონცეფცია არის ძალიან საინტერესო. შთამბეჭდავი და ორიგინალურია ის კოსტიუმები, რომელიც მხატვარმა ნინო ჩუბინიშვილმა სპეციალურად ამ ბალეტისთვის შექმნა. შავი, მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერების გამა ორიგინალურ თავსაბურავებთან ერთად მიზანსცენებს კიდევ უფრო საინტერესოს და სანახაობრივს ხდის. გვინდოდა რაღაცა აი სულიერი მხარე გამოგვევლინა ამ მუსიკის ნინოსი, თქვათ საერთოდ ამ ტრიო პერტესი, რომ თითქოს რაღაცა ისქნება სულიერი მხარე ამ პერსონაჟების თვითონ, ვინც არის ნინო, 3 მუსიკოსი და 2 მოცეკვავე ბიჭი. ერთმოქმედებიანი ბალეტის ტიმპომპო პრემიერა 16 მარტს რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება. ის კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო იქნება საიუბილეო პროგრამაში, რომელიც ქართველი პრიმა ბალერინას მიერ სცენაზე გატარებულ 3 ათწლეულს ეძღვნება. ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი კვირეული დღეს ოფიციალურად დაიწყო, ოფიციალურად გაიხსნა. სურვილებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოვიდნენ და უნიკალური აქსესუარები და კოსტიუმები ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ. კვირეული კი 18 მარტს დიდ საკონცერტო დარბაზში მსოფლიო ბალეტის მეგა ვარსკვლავების გალა კონცერტი დასრულდება. მადლობ სოფო უხანაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ონკოპაციენტებს სტინგის კონცერტიდან შემოსული თანხით დაეხმარნენ. საქველმოქმედო პროექტის შედეგები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს. პირველი ლედის ინიციატივით და კომპანია Ister Promotion-ის ორგანიზებით ჩატარებული კონცერტიდან შემოსული თანხა იმ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანების მკურნალობას მოხმარდა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ და გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდათ. შემოსული 344,000 ლარით მკურნალობის კურსი 134 სხვადასხვა ასაკის ადამიანს ჩაუტარდა. ონკოლოგიური პაციენტების განცხადებებს სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავდა, რომელშიც პირველ ლედისთან ერთად ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სამედიცინო ექსპერტები შედიოდნენ. ვისაც არ ეკუთვნის დაზღვევა სახელმწიფოს მხრიდან, ან ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევა, სადაც ონკოლოგია არის დაფარული, მათთვის ჩვენ ზუსტად დავიხმარეთ აი ამ გზით თანხით მკურნალობისათვის. ძირითადად იყო ქიმიოთერაპია, მაგრამ ასევე ოპერაცია და დასხივება, ასევე ან ჰორმონალური პრეპარატები, სხვადასხვა სახის იყო, სხვადასხვა ასაკის ქალებისთვის, სხვადასხვა რეგიონიდან წარმოშებული. თითოეული შემთხვევა განხილული იყო რეპროდუქტიული საბჭოს, ჯანმრთელობის რეპროდუქციული საბჭოს მიერ და შესაბამისი კომისიის დარგობრივი ექსპერტების მიერ, რომელსაც ქალბატონი სანდრა ხელმძღვანელობდა. თითოეულ პაციენტს, 100-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა. დამიტკინდა სარძევე ჯირკვლის კარცონემა. ამის შემდეგ ჩავიტარე ოპერაცია, გავიკეთე სხიური თერაპია და ქიმიოთერაპია. სკრინინგ ცენტრიდან ამ ხნის განმავლობაში ეს 6-7 თვე გრძელდებოდა. სულ მიკავშირდებოდნენ, მომხნევებდნენ და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გვერდით იდგნენ.
კიდევ ერთი ქართული ნამუშევრის პრემიერა რუსთაველის კინოთეატრში ხვალ შედგება. როკ ჯგუფის ერთი დღე მხატვრულ ფილმად პროფესიით მუსიკოსმა აქცია. კოტე კალანდაძის დებიუტი გასული საუკუნის 90-იანი წლების რეალობას ასახავს. ნამდვილი ამბავის მიხედვით შექმნილი მუსიკალური ფილმის გმირები არაპროფესიონალი მსახიობები არიან. Teen Spirit ინგლისურ ენოვანი სახელწოდების ქართული ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისთვის ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენს. დეტალებზე ლიზა ცისიშვილი გიამბობთ. ფირზე რეალური ამბავი გადმოიტანა. როკ ჯგუფის ერთი ჩვეულებრივი დღე მათი კონცერტით სრულდება. განსხვავებული პერსონაჟები ახალ მხატვრულ ფილმში გასული საუკუნის 90-იანი წლების ისტორიას ყვებიან. მუსიკოსების ამბავი ავანგარდისტული და ანდერგრაუნდის ელემენტებითაა სავსე. მუსიკოს კოტე კალანდაძის დებიუტი კინოში ერთგვარი ექსპერიმენტია. მუსიკალური ჯგუფის წევრების ცხოვრება და მთავარი რაც მათ აერთიანებთ, სწორედ მუსიკაა. ძალიან მინდოდა რომ დამეფიქსირებინა საერთეთის მოძრაობები, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს იყო და თან ხედავდი რომ ამ თემაზე ხა არ არის ესეთი რეაგირება და ამის დაფიქსირება არ ხდება და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა რაღაც ესეთი ერთგვარი რაც ფილმი, პროექტი, რომელიც ამ ყველაფერს რაღაცნაირად ასახავდა. Teen Spirit ნირვანას ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის სათაური ფილმის სახელწოდებად იქცა. 1998 წელს მომხდარი ნამდვილი ამბავი და კოტე კალანდაძის მიერ 10 წლის წინ შექმნილი მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი სიმბოლურად მეამბოხე სულის მქონე ადამიანებსა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებს ეძღვნებათ. ფილმის ავტორმა გადამღები ჯგუფით საკუთარი მეგობრებისაგან შეკრიბა. კამერის წინ დგომა ჩემთვის იყო პირველი, ანუ პირველად ვითამაშე რაღაცაში და ძალიან დიდი გამოცდილებას მივიღე მაგ მხრივ. ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ მეორე მხრივ იყო რთული მთლიანობაში გადაღება, იმიტომ რომ ეს იყო დაბალ ბიუჯეტიანი ფილმია და შესაბამისად ის მასშტაბები და ისის ვერ ქონდა. ჩვენ თვითონ ვაკეთებდით პრინციპში ყველაფერს, რაც უნდა გაკეთებულიყო. ფილმის დუხიც ისეთია, რომ მაქსიმალურად დინამიურია და მაქსიმალურად მოძრავი კადრები გვაქვს და მართლა განსხვავებულია რა და მართლა ესეთი სულის და ესეთი დუხის მქონე ფილმი მართლა არ გადაღებულა და მე მგონია მაყურებელი ნასიამონები დარჩება. არატრადიციული ფილმი ასე უწოდა რეჟისორმა საკუთარ სადებიუტო ნამუშევარს. ავანგარდის და ანდერგრაუნდის სინამდვილე ქართულ რეალობაში. ჩარჩოებში მოქცეული მუსიკოსების თავგადასავალი და გასული საუკუნის თაობების პრობლემები ერთ ფილმში ერთიანდება. ემოციით, სილაღით, კეთილი განწყობითა და ბოლოს მუსიკით მდიდარი ფილმის პრემიერამდე ერთი დღე რჩება. ეს იყო კულტურის ამბები დღეს, ჩვენ თქვენს ხვალსაღამოს შევხვდებით. 14 მარტის მთავარი თემები მოამბის გუნდმა წარმოგიდგინათ მადლობთ ყურადღებისთვის. მოამბე დასრულებულია, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, თქვენ კი დარჩით პირველზე. მომავალ შეხვედრამდე.